zu Hause, nach Hause ორივე ითარგმნება როგორც სახლში. ოღონდ რომელი რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ. Wo bist du? გერმანულად ნიშნავს სად ხარ? Wo bist du? აქ გვაქვს გამოყენებული კითხვითი სიტყვა wo. აი, როდესაც კითხვით წინადდებაში არის გამოყენებული wo, მაგ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ zu Hause. მე ვარ სახლში, იქნება ich bin zu Hause. Ich bin zu Hause. მაგრამ ახლა nach Hause რა შემთხვევაში wohin gehst du? გერმანულად ნიშნავს სად მიდიხარ? Wohin gehst du? ამ შემთხვევაში, აი ამ კითხვით წინადდებაში ჩვენ გვაქვს გამოყენებული wohin. Wohin. როდესაც კითხვით წინადდებაში არის გამოყენებული wohin, მაგ შემთხვევაში გამოიყენება წინდებული nach და ეს იქნება ich gehe nach Hause, ანუ მე მივდივარ სახლში. Ich gehe nach Hause. ორივე შემთხვევაში, ორივე წინადდებაში, პირველ წინადდებაში ich bin zu Hause, მე ვარ სახლში. Zu Hause ითარგმნება როგორც სახლში, მაგრამ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც wo, ანუ ამ კითხვით სიტყვაზე ვცემთ პასუხს, ანუ სად და მეორე შემთხვევაში ich gehe nach Hause. აქაც nach Hause ითარგმნება როგორც სახლში, ich gehe, მე მივდივარ nach Hause სახლში, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც პასუხს ვცემთ კითხვაზე wohin, ანუ სად, საით.